2 წუთის წინ რომ გეკითხათ, ვინ არის ჩემი საყვარელი მომღერალი, შეიძლებოდა მეთქვა უიტნი ჰიუსტონი მეთქი, მაგრამ ამ წამს მივხვდი რომ ბარბარე ნებიერიძეა. მივესალმოთ ბარბარე ნებიერიძეს. გამარჯობათ ბარბარე. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან დაბრძანდით. როგორ ბრძანდებით? კარგად თქვენ? გადასარევად. თქვენი დანახვა განსაკუთრებით მიხარია. იცი რა მინდა, შეიძლება რომ ხელმოსაწერად რაღაცა მოგცე, მე მომიწერო ხელი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ვარსკვლავი რო გახდები, მე ალბათ ჩემთვის აღარ გეცლება და ავტოგრაფს მომცე. დიდი მადლობა. აი, ასეთი ღვთისმიერი ადამიანია. აი, ხო არის წრეში ბურთი. დახუჭობანა, დაჭერობანა, რა ვიცი კიდე, ფრენბურთი, ჩოგბურთი, მოტობურთი. აი, სიმღერა რატო გადაწყვიტე? არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად კარგად გამომდის სიმღერა. ვინ გითხრა, რომ ყველაზე კარგად გამოგდის სიმღერა? დედიკომ. დედიკომ თქვა. სხვები არ ამბობენ? სხვებიც. სხვებიც ამბობენ. სიმღერის გარდა რას აკეთებ? ცეკვავ. მართლა? რას ცეკვავ? ბალეტს. რას მეუბნები? ბალეტზე დადიხარ? შენ ბალერინა უნდა იყო? თუ უკვე ხარ? სად დადიხარ ბალეტზე? ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში. აქ სერიოზული ამბები ყოფილა კაც. და გერმანიორაძის საბალეტო სტუდიაში. შესანიშნავია. და როგორ ხდება? ანუ ეს ორივე ერთად შეიძლება ასე რომ დადიხარ? შაბათ-კვირას მაქვს გერმანიორაძის საბალეტო სტუდია. კი ბატონო. და ყოველდღე მაქვს ჭაბუკიანი. ო, რა ვიცი, ხა როგორ არ ვიცი და მე უწოწონადი დრო არ ამაქვს მეთქი და აგერ ადამიანი ყველაფერს ასწრებს. იცი რა, იმდენი რაღაცა ჩამომითვალე, სადაც დადიხარ და ალბათ არ დადეგებს შენ შვებულებას ეძახი, ხო? ესე გამოდის. რა ვიცი, აქამდეც გვინდოდა მოწვევა თქვენი გადაცემაში, მაგრამ გრაფიკის გამო ვერ ჩაქსვავთო გითხრა და შესაბამისად, აი, მხოლოდ დღეს გაგვიმართლა და მოდა დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის. ბალეტის არჩევანიც ძალიან კარგი ამბავი არის ეს. საიდან გაჩნდა იდეა? არ ვიცი, პირველად როცა ჩავჯექი სპაკატში და რო ვცეკვავდი, დედა მიმიყვანა გერმანიორაძის საბალეტო სასწავლებელში. ეს მესმის, მაგრამ შპაგატში რატომ ჩაჯექი? არ ვიცი. ჩავჯექი და აი ეს უცებ გათენდა და მოგინდა რომ შპაგატში ჩამჯდარიყავი? არა, ბალეტს ვუყურებდი და რო ვნახე, მეუმინდა და სახლში ჩართული იყო ბალეტი და უნდა აი ასეა. კარგად დააკვირდით ხოლმე პატივცემულებო, რას რთავთ სახლში. შეიძლება ბალეტი ჩართოთ და უცებ შპაგატი იყოს და შემდეგ მე მალაყიც გააკეთოს ვიღაცა მაგალითად და გახდეს ტანმოვარჯიშე. ან შეიძლება რაიმე სხვა პროფესია აირჩიოს თავისთვის. შეგიძლია რომ რამე მასწავლო ბალეტის, რაიმე ან პოზიცია ან რაღაც. ხო, აბა მამა ნახე. ეს არის პირველი პოზიცია. ეს არის პირველი პოზიცია. აი ესე რო დავდგეთ რომ ყველამ დაგვინახოს, მოდი თავიდან დავიწყოთ პირველი პოზიცია. ეს არის პირველი პოზიცია, კი ბატონო. მეორე. მეორე. ეს მესამე. ეს მესამე, კი ბატონო. ეს მეოთხე. ეს მეოთხე. ეს მეხუთე. ეს მეხუთე, აი ეს ხო ალბათ? და ეს მეექვსე. ეს მეექვსე, შესანიშნავია. გამომივა ნეტა როგორ რაღაცნაირად. აი ეს რო რთული არის, აი ესე რო გავაკეთე ძლიერი ვარ? ანუ შეიძლება რომეც ვიარო რამეზე და შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. გედების ტბას მაცეკვებენ, როგორ ფიქრობ? რატო? არა და როგორ ჩამწყდა ყველაფერი. ჩამწყდა, აი ხო როგორი იმედი მქონდა. რა ვიცი, რაღაცა რამეს ვიცეკვე, მაცეკვებდნენ რამეს საერთოდ. არა ხო? ასეთი უნიჭო რო დაიბადები ადამიანი, აი ასეთი ამბავია. თქვენ რას ცეკვავთ? ანუ უკვე გქონდათ მაგალითად წარმოდგენა, სადაც შეასრულეთ რამე. რას ცეკვავდით? კარმენიც ვიცეკვე. რას ლაპარაკ? კარმენიც ცეკვეთ? სოთშორის ძალიან ცნობილია გერმანიორაძის კარმენი, ვინც არ იცის. დონ კიხოტი. დონ კიხოტიც, კი ბატონო, შესანიშნავი ამბავია. და აი ეს სიმღერა და ცეკვა ერთმანეთს არ უშლის, როგორც მივხვდი, ხო? ანუ სიმღერას თავისი დრო ხო ჭირდება ხოლმე, იმის რეპეტიციების დრო გრჩებათ? კი. რომელს უფრო მეტი ვარჯიში ჭირდება? ანუ
ბალეტს. ბალეტს უფრო მეტი დრო უნდა, ხო? და აი ძალიან ესეთი ნატიფად გამოიყურებით, გამხდარიც ხართ და სპორტულადაც გამოიყურებით თქვენ და ანუ არა? სუკანი ხარ? მას მეუბნები ახლა რატო გეკითხები ამას? ანუ სპეციალურად სხვანაირ საკვებს ხომ არ მიიღებ? აი ხომ არ იღებ? აი რაღაცა სჭამ, რაც შეიძლება ან არ შეიძლება ამ ბალეტისთვის. ასეა? კი. მართლა? ანუ დიეტაზე ხარ? და არ მოგწონს როგორც ხედავ ამას. დიეტა თლას ასიამოვნო არ უნდა იყოს. არა ხო? და რა საჭმელები გიყვარს? ყველაფერი. რაც აკრძალული გაქვს ის ჩამომითვალე? მწვადი, ხინკლები, ცომეულები, საერთოდ ყველაფერი. მწვადი შეგიძლია დედას გეფიცები. მწვადი შეიძლება ხბოს მწვადი შემწვარი არაფერი არ არის. ცომეულზე ვერ გეტყვი ახლა და ეგ ვინ გითხრა რომ მწვადი არ ჭამოო? დედა. დედას რა ქვია? მაიკო. მაიკო გამარჯობათ. მოგესალმებით. მწვადს რას ერჩით? ზოგადად არ უნდა იკვებოს არც ცხიმიანი საკვებით, არც ცომეული, არც ტკბილეული, გრილზე შემწვარი საქონლის ხორცი ხბო ამ შემთხვევაში არ არის ისა და შეუძლია ჭამოს. გავითვალისწინებთ. ჩატყი. გიშოვე, ერთი გიშოვე, მეტი ვერ მოვაკერხე. სიმღერაზე და ცეკვაზე მინდა გკითხო. თუ როგორ იყო ჯერ მღეროდა და მერე ცეკვავდა თუ ეს ორივე ერთად ხდებოდა და არა, ჯერ მღეროდა, ეხლა მას არ ახსოვს კარგად, თორემ ლაპარაკი რომ დაიწყო, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მღეროდა კიდეც. ამის შემდეგ უკვე ბალეტზეც, იმიტომ რომ სწორი თქვა წეღან, რაღაც სულ ბალეტი იყო ჩართული, უყურებდა, შპაკეთში ვჯდებოდიო რომ თქვას, სულ რომ ცეკვავდა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენთან ვინმე ხომ არ ცეკვავდა, ან ხომ არ მღეროდა? არც მღერის. არავინ, ხო? არავინ. ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ ხინკალიც ჭამოთ, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი და ბავშვს მწვადსაც არ აჭმევდით, თუ რომელზეც შევთანხმდეთ, რომ შეიძლება უკვე. ეს მერწმუნე ნამდვილად ვიცი, რომ ასე არის. ეხლა რა მინდა გკითხო? დანძმა ყავს? არა. არც მე. ხო, ისე ერთის ხრივ ხო არის ცუდი. მეორეს ხრივ აღარც არავის არაფერი არ უნდა გაუყო, მწვადს რო აიღებ შენთვის შეჭამ, სხვა არ შეგეცილება არავინ, დედიკომ თუ არ შეჭამა და მამიკომ მწვადი თორე ისე სხვა შემთხვევაში. კარგი, დღეს უნდა გვიმღერო რამე? კი. რა უნდა გვიმღერო? მანანა. მანანა? კინოფილმიდან სიმღერა რო არის მანანა? ვაიმე, როგორ მიყვარს და კალბატონ ნანულისაც მივესალმები აქედან. კარგი. იზღა დაგვრჩენია, რომ მე ბევრი არ ვისაუბრო და რა თქმა უნდა, დაგითმოთ თქვენ სცენა. ბარბარე ნებიერიძე. მიყვარს თუნდა თამაში, თამაში. ყველაფერზე ძალიან მოსაწყენად ვითხარი აბასა და მცალია დელი ველასადა ჩიდებს ვიმუსილღარე ჩიკ 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 ვერცხალო მანანა ვარი იცოდეთ სხვებში არ შეგეშალო ვიცოლქებ, ვიცოლქებ, ისე ჯავრობს მამიკო, მამიკო, თითქოს პატარობისას, თვითონ ცოლქი არ იყო, დელი ველასადა, ჩინებს ვიმუსიმღერე, ჩიკ 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 ვერცხალო, მანანა ვარი იცოდეთ, სხვებში არ შეგე ბარბარე ნებიერიძე, ნებიერი სიმღერით აპლოდისმენტები მას და არანაკლებ
ნებიერი ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. აპლოდისმენტები მათ. დიდი მადლობა. შესანიშნავი იყო. ესეთი კარგი სიმღერა აუცილებლად საჩუქრდება. იცოდი ამის შესახებ? ახლა პირველი შემოცულდება ჩვენთან ლოკომოკოს ლობი. სპეციალურად ბარბარესთვის შესანიშნავი საჩუქრები. აი ეს თქვენ ბარბარე. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან ახლა უნდა შემობრძანდეს ფაგიო. სპეციალური ნაკრები ფაგებისა გადმოგეცემა იმისათვის, რომ აუცილებლად იყო ჯანმრთელად, ანუ არასდროს გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და თუ ვინმეს დაგავიწყდათ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეს გახდათ ბარბარე ნებიერიძე.